შეპირებისამებრ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენ დაავადებების ციკლს. სტუმრად მყავს ძალიან საყვარელი ადამიანი, ჩემი მეგობარი, რომლის შრომასაც ძალიან ვაფასებ. იკა ფერაძე, რომელიც არის ფერაძეების მეღვინეობის დამფუძნებელი, წარმომადგენელი, სულის ჩამდგმელი, ყველაფერი მინდა ვთქვა ამ ადამიანზე. ისეთი შრომა აქვს ჩადებული, რომ მეც კი მშურს ხოლმე მისი ესეთი თავდაუზოგავი სიჯიუტე და სიმართლე რო გითხრათ, შემოიგა ღვინის ხარისხიც. განსაკუთრებით რა ვქნათ, დღემდე მახსოვს ვარდისფერი თავკვერი, რომელსაც ვერ ვივიწყებ თავისი არომატით და გემოთი, აი მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოა, მე ესე მგონია. ანა, მოგესალმები, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები შენ მაყურებელს, ყველა ღვინის მოყვარულს, ყველა ღვინის მომფერებელს, დამფასებელს. რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება, ხო? და რასაკურველია, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება ღვინის გამყიდველს. დიდი მადლობა, მიხარია შენ სტუდიაში რო ვარ. იკა, იცი რა მინდა, ესე იგი, ორი სიტყვა სანამ გადავალთ ჩვენ უშუალო ძირითად თემაზე. მინდა რომ შენს მეღვინეობაზე გვესაუბრო. როდიდან გაგიჩნდა ეს სურვილი, როგორ წამოვიდა ეს იდეა? მოკეთ, იმიტომ ყველა აქ მომყავს ესეთი ადამიანი, ვისაც ახლად აქ დაწყებული, ნუ დაახლოებით სხვა სფეროდან შემოვიდა და აი შენზეც გვინდა ეს ისტორია მოვისმინოთ. იცი რა, ძალიან საინტერესოა. მე სპეციალობით, ჩემი პირველადი სპეციალობით ახლო ვიყავი მეღვინეობასთან, მე დავამთავრე ბიოტექნოლოგიური ცხოვრების პირველ ეტაპზე ახალგაზრდობაში ჩემი პირველი სამსახური იყო ღვინის ქარხანა, საგარეჯოს სამების ღვინის ქარხანა, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ ის იყო პირველი 2 წელიწადი. ამ 2 წლის შემდეგ, ესე ვთქვათ, მე მოვეშვი მეღვინეობას და დაახლოებით მიუბრუნდი 20 წლის შემდეგ. მართალი გითხრა, არასდროს არ მეგონა, რომ მეღვინეობა ისევ გამიტაცებდა, ისევ შემიყვარდებოდა და ისევ მოუბრუნდებოდი ამ სპეციალობას. ეს მოხდა დაახლოებით 2008-2009 წელიწი იყო, როდესაც გადავწყვიტე შემთხვევით, არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა, ჩემ მეგობრებთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად დავაყენე სახლში ჩემ აგარაკზე პირველი ღვინო. ნუ რასაკურველია, დიდი ინტერესი მქონდა და გასაკვირი რა არის, ჩემი მეგობრები, ვინც ღვინოს აყენებდნენ, სულ მაღაზე ვაკრიტიკებდი, რომ იცი რა თქვენი საქმეა ეს ღვინის დაყენება, თუ ღვინო გაინტერესებს, წადი მაღაზიაში, იყიდე ღვინო, გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის და მოიხმარე, ხა საქართველოში ღვინო ყველას უყვარს. რაღაცნაირად მე მგონია, რომ ქართველებს რაღაც გენში გვაქვს ჩვენ, აი ღვინის სიყვარული. მადლობა ღმერთს, რომ ესე არის რა. მე არ მგონია, რომ აი როგორც ფეხბურთი შეიძლება ითქვას, რომ თუ არა მთლიანად ნახევარს საქართველოს და ქართველებს უყვარს და ეთაყვანება ფეხბურთს, აი ისე არის უფრო განზოგადოებულად ღვინის ნაწილში. აი ესე მოხდა ჩემი პირველი ღვინის დაყენება. დღევანდელი გადმოსახედიდან რასაკურველია ხა მაშინდელი ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ამ 10 წლის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე, იმიტომ რომ მე საერთოდ მიყვარსო თუ რამეს ვაკეთებ, აუცილებლად ბოლომდე სიღრმისეულად მინდა გავიგო, რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, რასაკურველია შესაბამისი ცოდნაც არ მქონდა, აკადემიური ცოდნა არ მქონდა და აი პარალელურად დღეს ყოველდღიურად ღვინოსთან რომ აქვს ურთიერთობა, მაქვს რაღაც წიგნები, რომლებსაც პერიოდულად რაღაც უბრუნდები, გადავხედავ, ვკითხულობ და იცი რა, ძალიან დიდი მადლობა კიდე მინდა გითხრა შენ დამატებით, რომ შენი გადაცემა არის რაღაცნაირად შემეცნებითი. გარდა იმისა, რომ ვეცნობი სხვადასხვა მეღვინეობებს, ხო, ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებ სხვადასხვა ღვინის სხვადასხვა ეტაპზე, ან რა უნდა გავუკეთო ღვინოს, ან რა შეიძლება რა შედეგი მიიღო. ღვინო არის ალბათ ყველაზე ერთ-ერთი ჩემი გადმოსახედიდან ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ჩვენ ბუნებაში სითხე. ამიტომ არ შეიძლება რომ მე არ ვიზიარებ იმას, რომ იცი რა, მოდი ღვინო დააყენე, მერე წამოწექი შენ და მერე რაღაც პერიოდის შემდეგ მიუბრუნდი, ან ქვევრი მოხადე და აი რაც დაგხვდება ეს არის. მუდმივი ჩართულობა ჭირდება, ხო? მუდმივი ჩართულობა ჭირდება. მე ესე მგონია, რომ აი 24 საათიანი შრომა ჭირდება იმისათვის, რომ მიიღო
მიიღო ის ეფექტი და ის ხარისხი, რისთვისაც შრომობ რა და ჯიშები იკა ჯიშები იცი იმიტომ რაღაცა მრავალფეროვანი არის ხოლმე შენი ღვინოების სპექტრი და იქნება ორი სიტყვით ეგეც ეხლა დღესდღეობით როგორ არის იცი რომ ჩვენ მუშაობთ როგორც კახურ ისე ქართლის და ასევე იმერულ ჯიშებზე დღესდღეობით დაახლოებით 15 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ ეს არის ევროპულად ანუ კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები გვაქვს ქვევრის ღვინოები გვაქვს წითელი და ასევე გვაქვს როზეს, ანუ ვარდისფერი ღვინოები. რო გითხრათ, რომელი არის ჩემთვის გამორჩეული, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აი როგორც ეხა მშობელს ვერ გამოარჩევენ და გამოარჩევინებენ, რომელი შვილი უფრო უყვარს, აი მე ზუსტად იგივე მიდგომა მაქვს და ღვინო ალბათ საინტერესო იმიტომ არის, რომ ეს არის ბუნებრივად ხდება. შეიძლება დღეს ერთი იყოს უკეთესი უფრო მეტი პრიორიტეტი კონდეს მეორე წელიწადს მეორე. ხო, ღვინის დადებითიც ეს არის, რომ მრავალფეროვანი გვაქვს და რახან ასეთი გამოცდილება გაქვს და საკმაოდ დიდხნიანი მართალია. სადღაც 10 წლის წინ დაიწყე, მაგრამ მაშინ ჩვენ უფრო ამ ღვინის შესახებ გავიგეთ სულ რამოდენიმე წელია, მაინც ახალგაზრდა და მარანიც იმედი მაქვს, მალე გექნება. ძალიან მაინტერესებს გაგვისინჯო ჩვენ ეს ღვინო და სიამოვნებით გავსინჯო ვნახოთ რა არომატები აქვს და აქვს თუ არა რაიმე პრობლემა. მე არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მე მეგონა რომ უფრო კარგი ხარისხის ღვინოს დავაგემოვნებით შენთან ერთად. ისე ნაწილში მოხვდი შენ ახლა რომ? ხო, რაღაც ეტყობა არ გამიმართლა. როგორ გითხრა, ეხლა ჩემი გადმოსახედიდან ამ ღვინოს ცოტა მოგუდული ტონები აქვს, თუ სწორედ ვაფასებ. სწორედ. ეს მოგუდული ტონები, რომელიც ლაყე კვერცხის, გახსნილი კვერცხის ტონები, მაგალითად აი ძველ თბილისში რო ჩაივლი გოგირდის აბანოებთან და აი ეს რაღაც არასასიამოვნო არომატი რო ხდება, აი დაახლოებით იგივე არის, რაც ეს ღვინოში არის. მაშინ მოდი უთხრათ, სანამ ჩვენ ამას დავახასიათებთ, უთხრათ ჩვენს მაყურებელს ეს რა არის? ეს არის გოგირწყალბადი. და ეხლა რაც იქ ამ თქვა, ეს არის საწყისი ფორმა და ზუსტად ამიტომაც შეიგრძნო მან ესეთი ლაყე კვერცხის სუნი, მაგრამ როდესაც ეს რთულ ფორმაში გადადის მერკაპტანში, არის უკვე გადამწიფებული შავი მოცხარი, არის უკვე აი ცოტა გაზის სუნიც არის უკაცრავად და გახსნილი დამპალი ხახვის სუნი არის, ტონები არის, ეს არის მკვეთრად გამოხატული და ძირითადად რა იწევს ამას, ეს არის გოგირდის შემცველი მსუბუქი ნაერთები, გოგირწყალბადი, ეთანთიული, მეთანთიული და ზუსტად ისინი ხშირად გოგირდის შემცველი ამინომჟავებისგან მიიღება. შენც თუ გაქვს შენი გამოცდილება და შემდეგ მე კიდე ორ სიტყვას ვეთქვი ჩვენს როგორ არ მაქვს ამის გამოცდილება, აი კონკრეტულად მე ეს ამ პრობლემებს წავაწყდი, რამდენიმე წლის წინ იყო ეს, როდესაც მუშაობდით ქართლის ჯიშზე ჩინურს. რო გითხრათ, ძალიან საინტერესო პროდუქტი იყო, ძალიან საინტერესო, თვითონ ყურძენი იყო გადასარევი, მოკრეფილი იყო საუკეთესო კონდიციაში, ფერმენტაციის დროს იყო საოცარი არომატებით, მთელი ფერმენტაცია ჩატარებული იყო ტემპერატურული რეჟიმების სწორედ დაცვით. კი ბატონო, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, ალბათ ერთი 10 დღის შემდეგ, რაც ფერმენტაცია დასრულდა, უცბად აიკიდა ეს გოგირწყალბადის, ეს იყო ჩემთვის ტრაგედია რა. მაგრამ რატომ ხათე ვერანაირად ამ მიზეს ვერ ვგებულობდი, რატომ? მე ეხლა ამ კვლევების შედეგად კი მივხვდი რა იყო. მიზეზი იყო და შემდგომ ეს უკვე გათვალისწინებული მაქვს, იყო საკვების ნაკლებობა. ანუ რეალურად თვითონ ამ ყურძენში იყო ნაკლები აზოტოვანი ამინომჟავები და ფერმენტაცია წყლის ნაკლებობას იწვევს ასევე. კი, საფუარს ჭირდება აზოტოვანი ნივთიერები იმისათვის, რომ იკვებოს. თუ ეს საკვებს ვერ პოულობს ამ სითხეში, მაშინ უკვე უტევს გოგირდოვან ამინომჟავების ნაკლებობა იწვევს, მართალი ხარ, საფურის ხრწნას ხელს უწყობს და უпростоრად საფუარი მალე კვდება, ასე თქვა და შემდეგ იწყება უკვე მისი ხრწნა. ზუსტად ესე არის, კი ბატონო? კი ბატონო და ამ პერიოდში ხდება ამ გოგირდოვანი ნივთიერებების გოგირწყალბადის წარმოქმნა. გოგირწყალბადი თვითონ არის აქროლადი ნივთიერება არის და ამიტომ პირველ ეტაპზე
გააჩნია რასაკურველია კონცენტრაციას, მაგრამ პირველ ეტაპზე ჩემი გამოცდილებიდან გადანიავება შველის. ანუ ღვინის გადანიავება ხდება, შეიძლება ეს მოხდეს რაღაც დაშხურებით, შეიძლება რაღაც. მე ყოველ შემთხვევაში მადლობა ღმერთს, რომ ამ ეტაპზე უშველე ჩემ ღვინოს. კი, ანუ დასაწყის სტადიაში, მაგრამ მე თუ დროულად არ მივხედეთ ამას, ეს თვითონ გოგირწყალბადი წარმოქმნის თიოლებს, გარდაიქმნება თიოლებში და თიოლები გოგირწყალბადისგან განსხვავებით არის უკვე არააქროლადი, რომელიც უფრო მოთავსებულია ლექის მიდამოებში და ამის უკვე გადანიავებით მოშორება წარმოუდგენელი არის. ამისთვის უკვე რომ თუ ეს ჩამოყალიბდა, ამისთვის უკვე გვჭირდება სპილენძის შემცველი ნივთიერებების გამოყენება იმისათვის, რომ მოვახდინოთ გოგირწყალბადის განეიტრალება, ესე ვთქვათ, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან, როგორც ვიცი, სპილენძის ზოგიერთი კანონი იძლევა საშუალებას, რომ თვითონ სპილენძის სულფიდით დამუშავება მოხდეს. ამასაც თავისი რაოდენობრივი შეზღუდვები აქვს, მაგრამ მე როგორც ვიცი, თვითონ ამ სპილენძის გამოყენებით უკვე ხდება რაღაც ხარისხის დაქვეითება და ეხლა ვიცადოთ, რომ ეს აბსოლუტურად ვეთანხმები იკას. ერთი რამე კიდე რაც მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, არის ის, რომ წამლობა სიმწიფის ბოლო პერიოდში ვენახზე გოგირდით შეწამლა, ეს არის უარყოფითად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში არის ისე, რომ თვითონ აი ამ ნივთიერებების წარმოქმნას ხელს უწყობს ხოლმე მის ინტენსივობა და დამოკიდებულია იგივე ალკოჰოლურ დუღილზე, ამაც ახსენა, იგივე თვითონ ტკბილის სიმღვრივეზე არის დამოკიდებული, ასიმილირებად აზოტზე, სულფიტებზე, რომლებიც აი ეს უკანასკნელი მაგალითად შეიძლება ყურძნის მარცვალზე იყოს დარჩენილი, ხო? კი ბატონო. აქედან გამომდინარე, აი ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საფურის ხსნასთან მიმართებაში, იკამ უკვე ახსენა და ეხლა აღარ განმეორდები და მნიშვნელოვანი არის ძალიან, რომ როდესაც პრობლემა არსებობს, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მოხდეს გადანიავება საწყისივე ფორმაში, რომ შემდეგ რთულ ფორმაში მერკაპტანში არ გადავიდეს და სხვათა შორის სიმართლე რო გითხრათ, როდესაც ჩვენ ღვინოს ვსინჯავთ ხოლმე, შესაძლებელია, რომ გასინჯვის დროს მსუბუქად კონდეს გოგირწყალბადი და ძალიან უგავაკრიტიკებთ ღვინოს, შესაძლებელია, როგორც გოგირდის შემთხვევაში, ოღონდ არაგერიოთ, ის არის SO2, ეს არის H2S, გოგირწყალბადის შემთხვევაშიც და გოგირდის შემთხვევაშიც, თუ კი ღვინოს დასხმის შემდეგ ოდნავ, ასე ვთქვათ, გადავანიავებ ჭიქაშივე, ან ჭიქიდან ჭიქაში და ეს მალე გასდის, ნუ დავიწუნებთ ღვინოს ამ შემთხვევაში, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ კი ეს აღარ გადის და გოგირწყალბადის შემთხვევაში უცვლელია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უარყოფითი შეფასება აქვს ღვინოს და შედარება გავაკეთე ახლა თვითონ გოგირდთან, როდესაც ჭარბად არის და თუ კი ჩვენ ვერ ვსინჯავთ ღვინოს, ისეთი ძლიერი და ეჭვი გვიჩნდება, რომ რაღაცნაირად სპეციალურად ხო არ მოხდა ჭარბი გოგირდის მიცემა, იმიტომ რომ დაიფაროს სხვა ნაკლი, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ზადად აღვიქვათ. მე მგონი ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ და ძალიან მიხარია რომ იკამ თავისი გამოცდილება თქვენ გაგიზიარათ. ფაქტიურად დამატები არაფრის აღარ დამჭირდა, ესე იგი საუკეთესო მოსწავლე არის და ვამაყობ მე მისით. იკა წარმატებები მინდა გისურვოთ და აი ეს წარმატებები რაც შენ ღვინოს გონდა იგივე ნიცაში, როცა გაიგზავნა რამდენიმე წლის წინ და ამითი ყველა ვამაყობდით, იმის მერე რაღაცნაირად მგონია რომ მეტი სტიმულიც მოგეცა და ნამდვილად. იცი რა არის, მე შემილია ჩემ თავს ყოველთვის უსვამ ხოლმე კითხვას რა, რომ აი ამ მოკლე პერიოდში რა შეიძლება და დასახელდეს წარმატების მიზეზად რა და აი ნამდვილად მჯერა ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ალბათ აი უდაო სიყვარული. უდაო სიყვარული მე ბედნიერი ვარ, რომ რაღაცნაირად ისე მომიტრიალდა ჩემი ცხოვრება, რომ ეს მეღვინეობა ისე დამაინტერესა, მარტო ინტერესი არ არის, სხვა ბევრი ინტერესი მქონია ცხოვრებაში, მაგრამ აი ეს შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის დიდი სიყვარული. სხვათა შორის ეს არის ჩვენი ოჯახის ბიზნესი და მე ძალიან სიამოვნებს, რომ ამაში მე მარტო არ ვარ ჩართული.
ყველა ოჯახის წევრები, ჩემი ძმა, ჩემი მშობლები, ჩემი შვილები, ჩემი ძმისშვილები არიან. მთელი ოჯახი არის ჩართული. და ამაში არის დიდი ბედნიერება. კი ბატონო, უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ გოგირ წყალბადზე, ასევე მერკაპტანზე, არ დაგვავიწყდეთ ტკბილის სულფიტაციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. კინაღამ ეს გამომრჩა იკა. ისეთ საინტერესოა ჩვენთან საუბარი, რომ ეს დეტალი გამომრჩა კინაღამ. ფრთხილად იყავით, მიაქციეთ ყურადღება, ტკბილის დაწვდომასაც აქვს ხოლმე, როდესაც ვენახიდან უკვე მოდის პრობლემური ყურძენი, სასურველია რომ ტკბილი, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად მოშორდეს ეს პრობლემები და სულფიტაციას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ტკბილის სულფიტაციას, რაღაც ეს თქმა გინდა? კი, ერთ რაღაცას დავამატებ, იცით რა არის, განსაკუთრებულად, როდესაც ვაყენებთ კლასიკურ ღვინოს, ანუ როგორ ხდება, ხდება დურდოს მოცილება, გამოპრესვა და ამის შემდეგ მე პირადად ვაკეთებ დაწვდომას. ანუ ლეგს ვაშორებ და მე სუფთა ფრაქციას ცალკე უკეთებთ ამის ფერმენტაციას. აუცილებლად არის საჭირო საკვები ნივთიერებების შეტანა ღვინოში ფერმენტაციის პერიოდში საფუართან ერთად, რათა არ მოხდეს თვითონ დეფიციტი არ შეიქმნას თვითონ საკვები ნივთიერებების შეუშალოს და არ ჩამოყალიბდეს გოგირ წყალბადის ტონები. სხვადასხვა პრობლემებს იწვევს ხოლმე ოლვაინჯის საჩუქარი მაინც მინდა გადმოგცე 50%-იანი ფასდაკლება აქვთ და შეგიძლია რომ შეიძინო ფასდაკლებით ღვინო